გამარჯობა, ეს მეორე საზოგადოებრივია, მე ნიკა კაცია ვარ. დღეს 31 დეკემბერია და ეს არის დღე, რომლისთვისაც მსოფლიოში ყველა ემზადება. ახალ წლამდე რამდენიმე საათი რჩება და ჩვენც თქვენსავით ვიზეიმებთ დღესასწაულს, თუმცა მე და ჩემი კოლეგებმა გადავწყვიტეთ ერთი დღე მაინც იყოს განსხვავებული, რისთვისაც ექსპერიმენტს მივმართეთ. ვიდრე ყველაზე პოლიტიკური პერსონები არაპოლიტიკურ ცხოვრებაზე მოგვიყვებიან, ერთად გავიცნოთ ქართველი ელფები, რომლებიც სიკეთემ გააერთიანა. მიმდინარეობს მზადება იმისთვის, რომ გავახაროთ უსახლკარო ადამიანები, სულ ცოტა ხანში დავიწყებთ მსვლელობას, სადაც უსახლკარო ადამიანებს გადავცემთ აი ამ საჩუქრებს, რომლებიც სხვადასხვა ადამიანებმა, უცნობმა ადამიანებმა მოგვიტანეს იმისთვის, რომ გავახაროთ სხვა ადამიანები, მათ ისინი, ვინც არ ელოდებიან საჩუქრს 2017 წელს. იდეა წამოვიდა ძალიან მარტივად. ახალი წელი არის ჯადოსნური, ახალი წელი უნდა იყოს ბედნიერი და ჩვენ უბრალოდ ვიხმარებით ამ ყველაფერში ჩვენს საზოგადოებას, რომ მოვაწყოთ 2017 წელი ნამდვილად ოცნების ქალაქად. ემოციების ქაოსი მაქვს მარწყლა, იმიტომ რომ ანუ სანამ ქუჩაში გამოვიდოდით, ვიყავი ორ ოჯახში, ძალიან გაჭირვებულები იყვნენ, მიუტანით პროდუქტი, ტკბილეული და თან ბედნიერი ვიყავი, თან სიხარულისგან მეტირება, მთელი დღე რაღაც დავფრინა, მარწყლა არ დავდივარ, სიცივეც კი, სიცივესაც ვერ ვგრძნობ. ვერა ელფები? კი. აი, რამდენი? გაიხარ. ბედნიერი შობა ახალი. ჯერა. გმანოთ. ელფების ჯერად? არა, ნახეთ რამდენი ჯერა, საჩუქარი არ გინდა. მაინდა საჩუქარი. არა, ელფების ვარ ჯერა. როგორ ამჯერა? აი, ხა ჯერა. ელფები სან არიან და გავუშვი რომ ბავშვებს საჩუქრები დაუნიგონ. აი, ჩემი ელფები. ვისი? როგორც ხედავთ, პოლიტიკოსების და ცნობილი ადამიანების გარდა სიკეთის გაკეთება შეუძლია ჩვეულებრივ ადამიანებს და როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი ადამიანი გავაბედნიერეთ ასე რომ სიკეთე გადამდებია და გავაკეთოთ სიკეთი ახალ წელს უფრო ბედნიერები ვიქნებით. შეიძლება დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა ადამიანს, რომელიც ჩვენს უკან იდგა, შემოგვიერთდა, გილოცავთ დამდეგ 2017 წელს. მინდა რომ გილოცავთ საქართველოს და მთელი სიკეთით მოიცავს, ესე რომ მთელი საქართველო გილოცავთ უხალას მადლობა. როგორც ხედავთ, დღეს განსხვავებული ეთერი გვაქვს. მთელი წლის მანძილზე პოლიტიკოსებს საქმესა და პრობლემებზე ვესაუბრებოდით, თუმცა დღეს ისინი განსხვავებულ კითხვებს პასუხობენ. მაგალითად, თუ რომელიმე პოლიტიკოსთან ლარის კურსს განვიხილავდით და საქართველოს მომავალზე ვეკითხებოდით, დღეს გავიგებთ, როდის არიან პოლიტიკოსები ყველაზე გულწრფელები და იმუშავებდნენ თუ არა ისინი სახანძროში. Jingle bell, jingle bell, jingle bell rock. Jingle bells chime in jingle bell time. Snowing and blowing up bushels of fun. Now the jingle hop has begun. Jingle bell, jingle bell, jingle bell rock. Jingle bells chime in jingle bell time. Dancing and prancing in Jingle Bell Square. In the frosty air. ბიჭები არ მაცდიან ახლა. ხო ხედავთ, ბიჭებიც მზარეულობაში უნდათ რომ ჩაერთონ უკვე რა.
პოლიტიკური ხედვების გარდა ახალი საქართველოს ლიდერს გიორგი ვაშაძეს გემრიელი კერძების მომზადებაც ეხერხება. ხმაური, ხალისი, ენერგია და აჟიოტაჟი. ასეთია საახალწლო სამზადისი ვაშაძეების ოჯახში. ნაძვის ხე ახლა ხანს მოვრთვით. ერთად სამი შვილი თითქმის ერთი ასაკის არიან და ხმაური ბევრია, ხიარულება ბევრია. ასე რომ ესე მარტივი, ასე ვთქვათ, მშვიდად არა ვართ. გადატვირთული გრაფიკის გამო საოჯახო საქმეებს ძირითადად გიორგი ვაშაძის მეუღლე დამოუკიდებლად უძღვება. საერთოდ არასდროს არ ვავალდებულებ, რომ რაღაც საოჯახო საქმეებით იყოს დატვირთული, იმიტომ რომ თვითონ აქვს ძალიან ბევრი საქმე და მე თვითონ შემიძლია რომ ყველაფერი გავაკეთო. პოლიტიკოსთვის დამახასიათებელ უნარებს გიორგი ბავშვებთან ურთიერთობაშიც იყენებს. როგორც წესი ყოველთვის ესე ვთქვათ ლიდერი არის ჩვენს ოჯახში ხოლმე და ბავშვებიც ძალიან ესე ვთქვათ უჯერებენ ყველაფერს და ძალიან დიდ პატივს სცემენ მამას. ახალი პარტიის ლიდერისთვის 2016 წელი რთული და გადატვირთული იყო. იყო ბევრი სიახლეც. ჩემთვის პირადად 2016 წელი საკმაოდ რთული და არც მარტივი გადაწყვეტილებების წელი იყო. პოლიტიკური თვალსაზრისით დამოუკიდებელი ასე ვთქვათ პოლიტიკური აქტივობა დაუწყეთ. თანაგუნდებთან ერთად რა თქმა უნდა ველოდებოდით რომ უფრო კარგი შედეგი გვექნებოდა, თუმცა რა შედეგიც გვაქვს ახალი დამწყები პოლიტიკური ძალისთვის კოალიციური სუბიექტობა ამ შემდეგ საკმაოდ მნიშვნელოვანი მიღწევა. მომავალ წელს კი ახალი გეგმებით, იდეებითა და ენერგიით ხვდება. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ რთული იყო ეს წელი ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ხედავთ, რომ ეკონომიკაში ისევ არასტაბილური გარემოა, არც ისე მარტივი არჩევნები გადააგორა ქვეყანამ, გავიარეთ, თუმცა ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ მოლოდინები ამ რჩევების განსხვავებული იყო. ახლა კი მოკლედ რას ფიქრობს, რას ნანობს, ვინ არის მისი ავტორიტეტი და რა შემთხვევაში წავა მეხანძრად სამუშაოდ ახალი საქართველოს ლიდერი ბლიცი. ლიდერი უნდა იყოს ადამიანი, ვინც ხვებს აძლევს პირველ რიგში ლიდერობის შესაძლებლობას. ეს ყველაზე მეტად მიყვარს, ეს გამარტება, მაგრამ უნდა იყოს მიზანდასახული, გუნდური, უნდა იყოს პროფესიონალი, ენერგიული, ქარიზმატული, რა ვიცი, ბევრი კომპონენტია, რომელიც ახასიათებს ლიდერს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიდერი. როდესაც მაკრიტიკებენ, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის მარტივი არ არის, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ასე ვთქვათ, კრიტიკას განსაკუთრებით მეგობრების მხრიდან, ახლობლების მხრიდან, თუნდაც ესე ვთქვათ, ღია გახსნილ საუბარს, რა მოსწონ ჩემში და არ მოსწონთ, ეს ჩემთვის ძალიან კარგია ხოლმე, მისაღებია და პირიქით მომწონს ესეთი შენიშვნები. პოლიტიკოსი გულწრფელია პირველ რიგში ოჯახში, სახლში და გულწრფელია კიდევ მაშინ, იცით რა, როცა საჯარო გამოსვლა. პოლიტიკას თავს დავანებებ და სახანძროში წავალ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეკონომიკა ერთ მოსახლეზე იქნება $25,000. რეფორმა, რომელსაც უმაღლეს შეფასებას მივცემ, არ ვიქნები თავმდაბალი ამ შემთხვევაში და იუსტიციის სახლები ცალსახად, რომელსაც ამდენი წელი გავიდა და დღემდე მსოფლიოში თავის სფეროში არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი. პოლიტიკოსისთვის მთავარია იყოს აქტიური, მიზანდასახული, ყავდეს კარგი ოჯახი, რომელიც მას ყოველთვის რთულ სიტუაციებშიც გამყარებს ხოლმე თავის ასე ვთქვათ ზურგს. ჩემი ქვეყნისთვის გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ სწრაფად გამვითარდეს. ჩემთვის ავტორიტეტი არის მამაჩემი, რომელსაც ძალიან საინტერესო და კარგი ცხოვრება აქვს გავლილი და მუდმივად მისგან ვიღებდი მაგალითს ჩემი ცხოვრების მანძილზე. საკუთარ თავში მომწონს ის, რომ ბევრი ენერგია მაქვს, საკუთარ თავში არ მომწონს ზოგჯერ ის, რომ ძალიან ბევრს ვიღებ ხოლმე ჩემ თავზე. მენატრება ძალიან საქართველოში საქმის კეთება, ძალიან მენატრება, იმიტომ რომ სუმიჩვეული ვიყავი აქ, რომ დღე და ღამე მუშაობდი, რაღაცა ამით ენერგეტიკა მომდიოდა და ეხლა ეს მონატრება რომ აქვს, აქედან გამომდინარე მივდივარ ხან უკრაინაში ვაშენებთ, ხან სადღაც ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რაღაცა მუხტი სადღაც გაუშვა. სიყვარული არის ყველაფერი ცხოვრებაში, რაც მთავარი მამოძრავებელია შენი ცხოვრების და ყველაზე დიდი სიგიჟე რაც ჩამიდენია. მაინც უფრო სიყვარულს უკავშირდებოდა, ხან უცებ სადღაც გავფრინდებოდი, რომ ქეთი მენახა, რაღაც სანამ სულს მოვიყვანდი და მას შემდეგაც რა მიყვარს ესეთი ასე ვთქვათ, არასტანდარტული მიდგომები. ყველაზე მეტად მეშინია გველის, რა ვიცი. მინდა ადამიანებს დავამახსოვრდე, როგორც ადამიანი, რომელსაც
გაუკეთებია, თავის ქვეყნის განვითარებაში რაღაც წვლილი აქვს შეტანილი და ვადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელმაც ჩემს ცხოვრების მანძილზე რაღაცნაირად ხელი შეუწყო ჩემს, ასე ვთქვათ, განვითარებას. ახალი წელი ჩემთვის არის ახალი ენერგია, ბევრი სიყვარული, ეს არის რაღაცა ახალი ეტაპის დაწყება ყოველი ახალი წელი ცხოვრებაში და ნუ სტანდარტი რაც მაქვს, რომ ძალიან კარგ ხასიათზე უნდა შევხვდეთ ახალ წელს და დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება. Outside is frightful, but the fire is so delightful. And since we've no place to go, let it snow, let it snow, let it snow. მოგწანდით, გამარჯობათ. ზუსტად ისეთ დროს მოხვედით, ახლა თქვენ ზევ ვფიქრობდი, რომ სად არის ახლა დავგენდათ თქვენ და თქვენც არ დაიგვიანეთ. 2016 წელი მისთვის განსაკუთრებული იყო. საპარლამენტო უმრავლესობიდან ოპოზიციაში გადასულს წინ დიდი გეგმები აქვს. ახალ წელს ყველა ერთად ოჯახურ გარემოში ხვდება. ნაძვისხე კი პატარა მარიკოს გემოვნებით ირთვება. ძალიან მალე ადრე ვიწყებთ ხოლმე სამზადის. ბარბარობას ვთავთ ხოლმე ჩვენს დიდ ოჯახში. ნაძვისხეს მე მარიამი სანდრო ყველა, ანუ დედაჩემის და მამაჩემის ოჯახში. 31 დეკემბრის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. საჩუქრებს ყოველ წელს ძმისშვილებთან ერთად არჩევს. ჩუმად ვიპარებდით ხოლმე, რომ ეს საჩუქრები ავარჩიოთ და აი ესე ვარჩევთ ხოლმე საახალწლო საჩუქრებს. თბილის სახლი, მორთული ნაძვისხე, ნათესავები, ახლობლები და მოლოდინი იმისა, რომ რაღაც ახალი იწყება. ის დღე არის, როდესაც გამორიცხულია სხვაგან საქმე შევხვდეთ. ეს არის ჩვენი ტრადიცია, რომელიც გრძელდება, რა ვიცი, რაც მახსოვს ჩემი ბავშვობიდან და დარწმუნებული ვარ, რომ კიდე ძალიან ბევრი წელი გაგრძელდება ეს ტრადიცია. 31-ში რა თქმა უნდა დიდი სამზადისია და ეხლა ჩემი ფუნქცია არის ყველაზე საინტერესო ამ ამბავში. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ეხლა ესე რომ გაიწყობა ხოლმე და გამზადდება, ბევრზე ვერ ვიტყვი რომ ჩემი გაკეთებულია თქო, მაგრამ ვარ ხოლმე დამხმარე ძირითადად. მაგრამ იმის მიუხედავად რომ არ ვარ კარგი დიასახლისი, შემიძლია გითხრათ თამამად რომ კარგად გამომდის საცი. როგორც თვითონ ამბობს, პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი როლი მისმა პროფესიამ ითამაშა. ჟურნალისტი არის პროფესია, რომელმაც მე შემქმნა როგორც ადამიანი. მან შექმნა ჩემი სახელი და გვარი და ძალიან ბევრია მე მასწავლა ამ პროფესიამ და უფრო მეცაც გეტყვი, ძალიან დამეხმარა, რომ მზად მივსულიყავი პოლიტიკაში. რაც შეეხება 2017 წელს პოლიტიკურად იქნება დატვირთული, რა თქმა უნდა, უკვე ეთყობა ამის ნიშნები არის, თან თუ იმასაც დაუმატებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები ელოდება ამ წელს ჩვენს ქვეყანას, პოლიტიკური აქტიურობა ჩვენ ალბათ არ მოგვაკლდება. ახლა კი ტრადიციულად ბლიც ინტერვიუ. ხალხი ფიქრობს, რომ მე ვიყავი და ვარ ჟურნალისტი, ახლა ვარ პოლიტიკაში და ალბათ უფრო მეც ელოდება ჩემგან, იმიტომ რომ ჯერ ყველაფერი ძალიან წინ არის. როდესაც მაკრიტიკებენ, მე ვცდილობ ამას შევხვდე ძალიან მოთმინებით. პროფესიონალი არის ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის როგორ უნდა გააკეთოს ის საქმე, რასაც ჩაიბარებს. რომ არ ყოფილიყავი პოლიტიკოსი, აუცილებლად ვიქნებოდი მთელი ცხოვრება ჟურნალისტი და რომ არ ყოფილიყავი ჟურნალისტი, ზუსტად ვიცი რომ ვიქნებოდი იურისტი. ჩემი ქვეყნისთვის გავაკეთებ იმას, რომ აქ არასოდეს იყოს ომი და გავაკეთებ ამისთვის ყველაფერს და ჩემი ქვეყნისთვის გავაკეთებ იმას, რომ მომავალმა თაობამ აუცილებლად იცხოვროს ევროპულ საქართველოში. ჩემი ავტორიტეტი არის ადამიანები, რომლებიც იცავენ ჩემი ქვეყნის ტერიტორიას. ავტორიტეტები არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ კონფლიქტის ზონაში. რაც არ უნდა გადამიხადონ, ვერ გავაკეთებ იმას, რისიც არ მჯერა და არ მწამს. საკუთარ თავში მომწონს პირდაპირობა, საკუთარ თავში მომწონს მოთმინების უნარი. ასევე მომწონს, რომ არასოდეს მივდივარ კომპრომისზე, არ მომწონს, რომ ცოტა ზარმაცი ვარ. არავინ იცის, რომ მე ბუნებით ძალიან რომანტიკული ადამიანი ვარ. ვერასდროს ვიტყვი უარს ჩემს ოჯახს. ვნანობ ყველა დაშვებულ შეცდომას. ხანდახან ბავშვობა მენატრება ხოლმე. ჩემი ბაბუა მენატრება ძალიან.
სიყვარული არის აუცილებლობა, რომლის გარეშეც სავსე ვერ იქნები. ყველაზე მეტად მეშინია არ დამრჩეს რამე, რომ ვერ მოვასწრო. მინდა ადამიანებს დავამახსოვრდე ისეთად, როგორიც ვარ, ასეთი ვარ. ჩემი ქვეყანა მიყვარს, ჩემი ოჯახი, ჩემი ციხესიმაგრეა, ადამიანები მიყვარს. მოხუცი ალბათ ვიქნები გაბრანჭული, ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ ყველა ასაკში ადამიანი საკუთარ თავს ძალიან უნდა სცემდებადეს. და მოხუცი ვიქნები ალბათ ყოველთვის მაქვს გეგმაში, რომ რაღაცეები დავწერო. და ალბათ მოხუცი ვიქნები რამდენიმე წიგნის ავტორი. ახალი წელი არის ჩემთვის ახალი გამოწვევების, ახალი სიხარულის, ახალი წარმატების, ახალი ბედნიერების დასაწყისი და ყოველთვის ახალ წელს ხვდები ასე. ინტერვიუ დამთავრდა. ახლა საახალწლო საჩუქრების დროა. ირაკლი აბუსერიძის ოჯახში ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. მათთვის ამ დღეს მხოლოდ პოზიტიური განწყობა მოაქვს. უკვე მეორე წელია, რაც ახალ წელს ჩვენს ბინაში ვხდებით, ახალ სახლში, ასე რომ ვთქვათ. პირველ რიცხვში ყოველთვის ვიკრიბებით მთელი ოჯახი ჩემებთან. წინა წელს ირაკლი და ბავშვები გავიდნენ, შემოვიდნენ, ანუ ჩვენი მეკვლეები, ძირითადად იყვნენ ბავშვები. და წელს კიდე დაემატება ამ მეკვლეებს კატო, იმიტომ რომ უკვე დადის თავისუფლად და უკვე მეყოლება 4 მეკლე ერთდროულად ღამის 12 საათი. მას შემდეგ რაც პოლიტიკაში წავიდა ირაკლი აბუსერიძეს ოჯახის წევრებთან გასატარებლად დრო შედარებით ნაკლებად რჩება, თუმცა თავისუფალ დროს ყველაზე დიდი სიამოვნებით სწორედ ოჯახთან ერთად ატარებს. ძირითადად ბავშვებთან მე ვარ. თუ აბუსა აქვს ძალიან მცირე დრო. მამა ყურადღებიანი რა თქმა უნდა, თბილი, ხანდახან კაცრიც, მაგრამ ძირითადად უყვარს ბავშვებთან თამაში, როცა დრო აქვს რა თქმა უნდა. ეხლა საახალწლოდ ნაძვის ხელსაწყობაში დაგვეხმარა და რო გითხო სამზარეულოში ჩართულია ირაკლი არა. ძირითადად მე პატარა კატო ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრია, თუმცა ყველაზე დიდი უფლებებით სარგებლობს და ოჯახის წევრების ზრუნვის მთავარ ობიექტსაც წარმოადგენს. გიო მეორე კლასში სწავლობს. ის რაგბის აქტიური გულშემატკივარია, თუმცა მამასთან ფეხბურთის თამაში უყვარს. ჩვენი სტუმრობისას გიოს კიდევ ერთი ახალი გატაცება აღმოვაჩინეთ. ფეხბურთი ძალიან უყვარს. მე სისნაირად შევიჭერი თვები. მამიკოს თამაშებზე დავდიოდი და უხურებდი. გულშემატკივრებდი მამიკოს. 10 წლის სალომეს საკმაოდ მრავალმხრივი გატაცებები აქვს. უყვარს ცეკვა, ხატვა, ხელნაკეთი ნივთების დამზადება და მამასთან ჭადრაკის თამაში. კეთილია, თბილია. ხშირად როცა სახლშია რაიმე ფილმს უყურებ თან ინტერნეტში რაიმე სასაცილო ვიდეოებს უყურებთ. მე მიყვარს ხელნაკეთი ნივთების გაკეთება.
ზოგი მიყვარს როცა ვინმე შჩუქნი და მაგალითად ბებია ჩემსაც აჩუქე ესეთი ფიფქი. მე ხამაკეთ მივთებთან ერთად ნახატებსაც ხატა. შეგიძლია დაგათვალიერებინა შენი ნახატები? ვან გოგის მზესუნძირები. ილია 16 წლის არის. მისი ერთ-ერთი მთავარი გატაცება სპორტია, თუმცა ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად დროს უმცროს და-ძმასთან ყოველთვის სიამოვნებით ატარებს. პატარებმა უკვე იციან, რომ სანტა-კლაუსი შორეული ლაპლანდიიდან არ მოდის და საკუთარ სურვილებზე პირდაპირ თოვლის ბაბუასთან საუბრობენ. ჩვენი თოვლის ბაბუ არის მამა. წერილებს არ უწერთ პირდაპირ ვეუბნებით. წელს მინდა 3D პასტა. აბუთ ცნობილი ირაკლი აბუსერიძე რაგბის სამყაროს ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია. წლების განმავლობაში იყო საქართველოს ეროვნული სარაგბო ნაკრების წევრი, გუნდის კაპიტანი. სპორტული კარიერის განმავლობაში მოღვაწეობდა საფრანგეთის სხვადასხვა სარაგბო კლუბებში. 13 წელი ვიყავი ჩვენი ეროვნული ნაკრების მორაგბე. აქედან 7 წელი, ბოლო 7 წელი ვიყავი ჩვენი ეროვნული ნაკრების კაპიტანი. სადაც მე და ჩემმა თანაგუნდელებმა მივახციეთ ერთობლივ წარმატებას, იმიტომ რომ ეს კოლექტიური სპორტია, ამიტომ მარტო მოთამაშე ვერასდროს ვერ მიაღწევ, ამიტომ ჩვენი გუნდურობით, ერთსულოვნებით მივახციეთ ამ ჩვენ წარმატებას და ბევრი ჯილდო მოვიპოვეთ ჩვენი კარიერის განმავლობაში. მინდა წარმოგიდგინოთ ღირსების медаლი, როდესაც 2001 წელს ჩვენმა ნაკრებმა პირველად მოიპოვა ევროპის 1000 და გავხდით ჩემპიონები. ეს ჯილდო არის ღირსების ორდენი, რომელიც 2008 წლის ომის მერე ნეიტრალურ მოედანზე უნდა გვეთამაშა და რუსების წინააღმდეგ ტრაბზონში შედგა ეს თამაში და ჩემ მეგობრებთან ერთად ღირსეულ წარმატებას აქაც მივახციეთ. ეს ასევე არის უკვე ჩემ კარიერას რო ვანებებდი სპორტის სამინისტრომ გადმოუცა სპორტის რაინდის წოდება. ეს ბურთი არის 2011 წლის მსოფლიო თასის, როცა ვიყავი ჩვენი ეროვნული ნაკრების კაპიტანი. ამ ბურთზე არის ყველა ნაკრების კაპიტნების ხელმოწერა და თითოეულ გუნდის კაპიტანს დაურიგდა გადაეცა სამახსოვროდ 2011 წლის მსოფლიო თასიდან. ეს რაც ამ მომენტში ამ სახში მაქვს, მეორე სახში უფრო მეტი ჯილდო მაქვს, იმიტომ რომ 96 წლიდან მოღვაწეობ ახალგაზრდულ ნაკრებიდან დაწყებული და ჩემი კარიერა დავასრულე 2013 წელს. როცა სტადიონზე არ ვიყავი, ტელევიზორთან ძალიან აქტიური გულშემატკივარი ვარ და ძალიან ემოციური. ხანდახან მეხვეწებიან, რომ თუ შეიძლება ცოტა ღმა დაბლა, ნუყვირიღა, მაგრამ არ გამომდიოდა. მართალია დღეს უკვე პოლიტიკაშია და ახალ წელს პარლამენტის დეპუტატის ამპლუაში ხვდება, თუმცა სპორტის საყვარელ სახეობაზე უარს მაინც არ ამბობს. რაგბი ისეთი სპორტია, ადამიანი ერთხელ რომ მოიწამლება, უკვე ძალიან რთულია თავი დაანებოს. ამიტომ ვეტერანი მორაგბეები ვიკრიბებით ხოლმე და ერთმანეთში ამხანაგურ თამაშებსაც მართავთ. ბედნიერი ვარ, როცა ჩემი ოჯახის წევრები და ასევე ჩემს გარშემო ყველა ჯანმრთელად არიან და ბედნიერები არიან. კაცი უნდა იყოს ერთგული, პატიოსანი და ღირსეული. შემიძლია დასახული მიზნის ბოლომდე მიყო. არ შემიძლია ადამიანის მოტყუება, ღალატი. ჩხუბობ, როცა ხედავ უსაბათლობას. მაინტერესებს რაიმე ახლის შესწავლა და ასევე საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა. ვნანობ იმას, რომ დროზე ადრე დავანებე ჩემს სპორტულ კარიერას თავი. პოლიტიკოსისთვის თავარია გაამართლოს იმ ადამიანების ნდობა, რომლებმაც ის აირჩია. საკუთარ თავში მომწონს პრინციპულობა და ერთგულება. და არ მომწონს, რომ ძალიან მიმდობი ვარ. ჩემთვის ავტორიტეტები ცხოვრებაში არიან ჩემი მშობლები.
მეშინია საყვარელი ადამიანების დაკარგვა. მთავარი დევიზი არის ბოლომდე დავიხარჯო იმ საქმეში, რასაც ვემსახურებ. ყველაზე ბედნიერი წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ჩემი შვილები მოევლნენ ამ ქვეყანას. ვერ ვაპატიებ ადამიანს ღალატს. საყვარელი საქმიანობა არის, ყოველთვის ვცდილობ თავისუფალი დრო გავატარო ჩემ ოჯახთან ერთად, გავერთო ჩემ ბავშვებთან, შვილებთან ერთად და ეს არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი. მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის, იმ ადამიანების, ასევე ჩემი მეგობრების, რომლებიც ყოველთვის ხელს მიწყობდნენ, გვერდში მედგნენ, მამხნევებდნენ, რომ მიმეღწია დასახული მიზნისთვის. ვიმეგობრებდი საკუთარ ორეულთან და რატომ? ვიმეგობრებდი, იმიტომ რომ ჩემ ორეულთან უფრო გამიადგილდებოდა ურთიერთობა, იმიტომ რომ ორივეს ერთნაირი შეხედულებები გვექნებოდა ამ ცხოვრებას. დაუსახლებელ კუნძულზე წავიღებდი, რომელ სამნიტს წავიღებდი, ეს არის რაგბის ბურთი, წიგნი და ანკესი. როგორი მოხუცი ვიქნები და ვიქნები საყვარელი ბაბუ, რომელსაც ბავშვებთან გართობა, თამაში და ბავშვების გარემოსვაში გავატარებ თელ სიძველეს. ახალი წელი ჩემთვის არის ყოველივე ახლის მომტანი, ახალი გამოწვევების მომტანი და ასევე იმედების მომტანი. გამიხარდება ის, რაც ყოველთვის მახარებდა ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატება და წინსვლა. ტრადიციულად მე ვაკეთებ გოზინახს, თან კარგ გოზინახს ვაკეთებ, მინდა გითხრა. ქართული დასის ლიდერი გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად საახალწლო სამზადისში აქტიურადაა ჩართული. ბაღათურიებისათვის ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია. საახალწლო სუფრის სამზადისში მე უმნიშვნელო ფიგურა არ ვარ, მინდა გითხრათ, მომარაგების საკითხები მე მეხება. კიდე ყველაზე მთავარი, როცა ესენი იწყებენ დიზაინის კეთებას, ნათია მეთაურია რა თქმა უნდა, ხელს არ უშლი. სახელს არ გიშლიან, ესეც ძალიან მაგარი რამეა, მინდა გითხრათ. როგორც თვითონ ამბობს, მეკვლის ტრადიციის არ სჯერა. ჩინურ ჰოროსკოპს კი ცურწმენად მიიჩნევს. მეკვლეობის და ასეთ ცურწმენებს ეხლა რო გითხრათ, აღარ მივიდებს საერთოდ და ჩინური ჰოროსკოპის ის რომ გველის, ძაღლის, ვირთხის ან გველის სიცილის წელიწადი არსებობს, ეს ძალიან სერიოზულია და კომიკურად გამოიყურება. ჯონდი ბაღათურიაშვილები მამასთან ურთიერთობის დეფიციტს არ განიცდიან. გოგონების სწავლის პროცესში ქართული დასის ლიდერი აქტიურადაა ჩართული. ძალიან კაი მამა არის, აიცი როგორი, ასაკთან მიუხედავად, მაინც სულ იმას ვიძახი, რომ არის რა, თანამედროვეობასთან მორგებულია. ძირითადი კონტაქტი რაზეც მაგ ბავშვობაში ალბათ უფრო მქონდა, რომ ვეჭორავებოდი ან რაღაც ეგეთი. ეხა უფრო ინტელექტუალური, რომ განვითარდეთ, რაღაც ეგეთ კითხვებს მე ვუსმევ რა, ან წიგნებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. ჩვენი ახალი წელი არის, რომ ძირითადად 12-ის ნახევრიდან დავждებით იქ დიდ მაგიდასთან, მთლიანი ოჯახი და 12 საათზე ხვდებით ერთად რა, ეგ ტრადიცია მართლაც უგვაქვს. ძალიან კარგი მამა, თუ ახერხებს ყოველთვის ცდილობს რაღაცით გაგვახაროს. პოლიტიკოსთან ურთიერთობის დეფიციტი არც მის მეუღლეს აქვს. ბოლო წლებია დაიწყო ოჯახში მოხმარება, სხვა შორის ძალიან გურმანია და დაიწყო რაღაც საჭმელების მოფიქრება. მე უკვე ვეღარ წარმომიდგენია, რომ ჩემი მეუღლე აღარ იყოს პოლიტიკოსი. იმდენად შეჩვეული ვარ ამ სიტუაციას. 2016 წელი პოლიტიკურად წარუმატებელი იყო. მომავალ წელს კი იმედის თვალით უყურებს და უფრო მეტ წარმატებას ელს. ჩვენს ქვეყანას ბევრი შანსი ჰქონდა და ვერ გამოიყენა, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ 2017 წელი უფრო წარმატებული იქნება სახელმწიფოსთვის და ჩვენ ყველა ერთად პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება შევძლებთ კონსოლიდაციას და უფრო რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებას, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარებისთვის.
და ბოლოს, რას თვლის ქართული დასის ლიდერი მის უმნიშვნელოვანეს მიღწევად, ვინა მისი საყვარელი გმირი, რაზე ვერ ამბობს უარს, რას ნანობს პოლიტიკოსი და რა არის მისთვის ახალი წელი. ჯონდი ბაღათურიას ბლიცი. ლიდერი უნდა იყოს ძლიერი, გონიერი, მზრუნველი და უნდა ქონდეს თავგანწირვის უნარი. როდესაც მაკრიტიკემ ყოველთვის ყურადღებით უსმენ. პროფესიონალი არის ადამიანი, რომელსაც აქვს კონკრეტული ცოდნა, განათლება მიღებული და აქვს გამოცდილება. პოლიტიკოსი გულწრფელია მაშინ, როცა არ იტყუება. პოლიტიკას დავანებებ თავს და სახანძროში წავალ, რო თქვა, პოლიტიკაში ისეთ ძალიან ბევრი ხანძარია და ლიდერის და პოლიტიკოსის უნარი, ერთ-ერთი უნარი არის ის, რომ ხანძარი ჩააქროს. რომ ყოფილიყავი პოლიტიკოსი, ამ ვითარებაში მაინც პოლიტიკოსი ვიქნებოდი. ჩემი უმნიშვნელოვანესი მიღწევა და ზოგადად ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა არის საკუთარი თავის ფლობა და კონტროლი. ჩემთვის გმირი და ავტორიტეტი არის ადამიანი, რომელსაც აქვს თავგანწირვის უნარი. რაც უნდა გადამიხადო ვერ გავაკეთებ იმას, რაც არ უნდა გააკეთო ადამიანმა. ვერასდროს ვიტყვი ვარ ღმერთზე, რწმენაზე და სამშობლოზე. არავინ იცის, რომ მე მაქვს ისეთი ხობი, როგორც არის ცხენოსნობა, მაგალითად. ვნავნობ ყველა თავშეუკავებელ და ემოციურ გადაწყვეტილებას. ყოველთვის მენატრება ჩემი ოჯახი, ჩემი მშობლები, ჩემი მეგობრები, რომლებიც დღეს არ არიან, რომლებიც ძალიან ხშირად მახსენდება. სიყვარული არის მარადიულობა. ყველაზე მეტად მეშინია უღმერთოდ დარჩენის. მოხუცი ალბათ ვიქნები რაღაც ესეთი ჯიგარი და სპორტული აუცილებლად. ჩემში ზიზღს იწვევს ყველა ისტორიული პერსონაჟი, რომელმაც ისტორიული ღალატი ჩაიდინა. საქართველოში რომ არ დაბადებულიყავი, მაინც საქართველოში ვიცხოვრებ და ვერცად საქართველოს გარდა. უახლოესი გეგმა და მიზანი ეს არის ადგილობრივი არჩევნები და ახალგაზრდების უფასო სწავლების ორგანიზება. ახალი წელი ჩემთვის არის თარიღი, ახალი თარიღი. ვიდრე სხვა პოლიტიკოსებსაც განსხვავებული კუთხით გაგაცნობთ, რამდენიმე წუთს საკუთარ თავს და იმ პერსონებს დავუთმობ, რომლებსაც ძირითადად საქმიან ამპლუაში ხედავთ, მაგრამ ხშირია კურიოზებიც. ბუნებრივია, მომხდარი ობიექტივში 100%-ით ვერასდროს ხდება, მაგრამ რამდენიმე მათგანი მეორე საზოგადოებრივის კამერამ დააფიქსირა. კინოკომპანია Warner Bros-ი წარმოგიდგენს. ვინც მოვიდა გაუმარჯოს. ზადა ვარ. თქვენი ხმალი და ჩემი კისერი. დავიწყოთ. ცოტა შორიდან არის გეხოცები. ისედაც არ ვეტევი ეკრანზე, ხალხი ვერ მცნობ. თავი. ეს თავია, მე არ მეხება აშკარად და სხვა არ იმჩნევთ არავის. საინტერესო კითხვა იყო ეს რამდენიმე დღის უმორჩილესად ხოვთ გამოდით. გამოდით. ეხლა მივმართოთ ბატონ ორმოცაძეს, რომ ჩამობძანდეს და გაგვცეს პასუხი. სად არის რუპორი? თქვათ ეშვერება ყველაფერს, ხო? მაგრამ იმას ეშვერება, რომ აი ტელევიზია გამოკეთდეს, გადაკეთდეს რა. გადაგვარდა, მეც გადაგვარდე ბავშვებთან. ოდიში სულ სექსი დახია მოსწავლებლები. აი ამიტომ ურჩევ მოსახლეობას, აი მეტი ასეთი ადამიანები საკანონმდებლო ორგანიზაციაში. უმორჩილესად ხოვთ გამოდით. ერთი იყო ვანგა და ეხლა დარჩა ელისი. მისო მომაშორეთ ეს რა არის? დღეს ცენტრალურმა საარჩევნო გაშერდით რა. თუ შეიძლება რომ გაჩუმდეს ვიღაცა ვინც ლაპარაკობს და მერე დარეკოს. არ გამირწია არაფერი, გასო რომელი რემბომი ვნახეთ ახლა და ისე. ძალიან სიმპათიურია. პრეზიდენტი გვინიშნავს არჩევნებს და თანაც არჩევნების თარიღს ამთხოვს არც მეტი და არც ნაკლები ქვეყნის დამანგრეველი და მომსპობი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის 5 წლის თავს. ჩამდგარი პოლიტიკური სეზონი, შვებულება, ეროვნული გამოცდები, სწავლა, გადაადგილება, დასვენება, გადმოადგილება, ემიგრაცია, იმიგრაცია, გადაწყვეტილებების მიღება, საკუთარი პირადი ოჯახური და ვარ 57-ის და არც ერთხელ შვებულებაში არ ყოფილი ვარ. დაიჯერებ.
უთხრათ სათეთრი, საჩავი, ვისი ვისაშიათ როგორც არის. მედიაზე ზეწოლა. როგორც უკვე წარმოდგენილი დასკვნიდან ირკვევა, რომელიც სხვა შორის იგივე კომპანიამ ჩაატარა, რომელმაც ყაზბეგის გამზიზე ჯანსაღი ხეები მოიცა ამაში არ ვარ დარწმუნებული. მივხვდი, რომ ის არის ბრწყინვალე მენეჯერი, მან ააყვავა ქალაქს. იან აბაშზე ქართული ოცნება ზურაბ ჭინჭარას ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის აგრინდო არის ასევე ივანიშვილის მონა ესე მგონი არა არის ასევე ივანიშვილის მონა დაამთავრეთ თქვენ კამათი თქვა რევოლუციური მიწოლ-მოწოლით ამა ხუმრობა კი არის ის უკაცრავად სერიოზული კითხვები დასვით მომაშორეთ ეხლა ეს რა არის გაშებით რა აგრინდო ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და აუცილებლად 8 ოქტომბერს ჩვენ გავიმარჯვებთ. ყველა იცოდეთ, ჩვენ არაფრის არ ეშინია. ეს ხო თქვი მე მოდი ეს გიპასუხებ ხო. აგრინდო მე ძალიან ცუდად მიხმობ. ბატონო გოგი არა ზიარი ახლა მოკლედ რომელზე მეკითხებით. მე მგონი რომ უკვე ორი სისტემის დამკვირვებელი. წარმოდგენა არა. პრემიერო ვერ დაიცავ ეგ არა წყის გენაცვალე? ჰა? თქვენ თმას ივარცხნით, ხო დილაობით? ვინანაც? ის დედალ კენტავს როგავს. თქვენ თმას ივარცხნით, ხო დილაობით? წარმოდგენა არა. აქ რო არის მიკროფონი ვერ წლის, ამიტომ ჩაუციეთ. აუციეთ თუ დავუციეთ. ბეჭველი ვჭამოთ ნათია 2-0 მაინც აქვართ და მაინც ახლა გვეხება. და ეგ ძალიან ცუდად დაამთავრებს კარიერას. და შეუნაჩურდება. არ მოვჭით? დაქტორ ხო? საქართველოს კინოთეატრებში ოპერატორი მიხმობს. რამდენად ხალისობ ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ საქმეს დავუბრუნდები. ჩემი კოლეგები ერთ-ერთ დეპუტატთან ერთად საქართველოს ყველაზე დიდ საარჩევნო ოლქს ესტუმრნენ. აქვე გეტყვით, რომ დეპუტატმა, რომელზეც ახლა მოგიყვებით, საკუთარ ოლქში ზედიზედ ორჯერ ამომრჩევლების ყველაზე მეტი ხმა მიიღო. წლის მე-12 თვე დეკემბერი. ყველა ასაკის ადამიანისთვის ახალ წელთან, იმედებთან, თოვლთან, თოვლის ბაბუასა თუ სანტებთან ასოცირდება. საქართველოში ყველაზე დიდი ოლქის დუშეთი თიანეთი ყაზბეგის მეორე გზის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილიც ყოველ დეკემბერს გასულ წელს აჯამებს და მის სადღეგრძელოს სვამს. ახალი წელი ჩემთვის ეს არის დიდი მიზნების მიღწევის გზაზე, რა პატარა საეტაპო ამოცანები გადავწყვეტეთ. მე ყოველთვის ვინიშნავ ხოლმე რაღაცებს, რაც მაქვს თქვა ჩაფიქრებული 2017 წელს და მე 17 წლის დეკემბერში ვაჯამებ ეს ჩემი ჩანაფიქრი მიღწეული იქნა თუ არ იქნა მიღწეული, იმიტომ რომ ნაბიჯ მიზნისკენ სვლა აუცილებელია. ნახტომებით სიარული ყველას გვინდა, მაგრამ ცხოვრება ბევრად რთულია, ამიტომაც გვიწევს ნაბიჯ სიარული. პოლიტიკოსისთვის თავარი იცოდეს რის გამო არის ამ პროფესიაში. ხალხი ფიქრობს, რომ ზაქარია მათი წარმომადგენელია. პოლიტიკას თავს დავანებებ მას შემდეგ, როცა ჩემი მიზნები მიღწეული იქნება. ჩემი გმირი ცხოვრებაში ეს არის ილია ჭავჭავაძე, აბრაამ ლინკოლნი. ღალატი არ შემიძლია. არ არსებობს ფული, რომელზეც არ იყიდებიან ადამიანები. ზაქარიასთან მიმართებაში არ არსებობს ფული, რომელზეც ზაქარია შეიძლება გაიყიდოს. სიყვარული ეს თავდადებაა. მენატრება ჩემი აფხაზეთი. რაღაც ახალწლო გადაცემა იუმორით ვიტყვი. ყველაზე სექსუალური დეპუტატის სტატუსის მოკუთვნება 2000 მერვე მოწვევის პარლამენტში ეს იყო. ქალბატონების ხდარაც დავამახსოვრდა იუმორით. ასევე იუმორში მინდა ვთქვა, რომ ზაქარიას ვარცხნილობა იყო და რჩება ერთ-ერთ სამხიარულო თემად, რაც მე ნამდვილად არ მწყინს. მე გეგმავ სურს ვიცხოვრო 90 წლამდე. აქედან გამომდინარე მომავალ წელს მისრულდება ჩემი ცხოვრების ნახევარი და მე ვიცი დარჩენილი ნახევარი რას უნდა მიუძღვნო. ასე რომ არ ვიქნები ცუდი მოხუცი, ვიქნები თბილი, მოსიყვარულე მოხუცი. ეხლა მივდივართ ყველანი ერთად თამარა ბებოსთან, რომელსაც შეუსრულდა 100 წელი.
ბატონი ზაქარია არც წელს ტოვებს ერთგულ ამომრჩეველს უყურადღებოდ და საახალწლო საჩუქართან ერთად ყაზბეგელ თამრო ბაბოს 100 წლის იუბილესაც ულოცავს. მოდის ახალი წელი, მინდა ყველას მიულოცო ახალი წლის დადგომის მოახლოება, მოგეხსენებათ 2017 წელი იქნება წარმატების და მშვიდობის წელიწადი. ასე რომ სარგებლობ შემთხვევით წინასწარ ულოცავ ყველას ახალი წლის დადგომას და უსურვებ მშვიდობას და კეთილდღეობას. ხარ ერთი გადმაიყარეთ სულ ჯანმრთელობათა. მთის განვითარების კანონის ერთ-ერთი ავტორი, რომელიც შედეგებს არა შემოდგომაზე, არამედ 2022-23 წლის დეკემბრისთვის გაზომავს და დაითვლის, ხშირად ასეც ხუმრობს ხოლმე, რომ ნარმანიას პენსიას ზაქარიას პენსია ჯობია მეთქი და ამით მოუწოდებთ ხოლმე თბილისელ პენსიონერებს, რომ გადმოვიდნენ საცხოვრებლად მთაში. ახალი წელი თავისუფალი საქართველოს ლიდერის კახა კუკავას ოჯახში ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული დღესასწაულია. ქართული უფრო კონკრეტულად მეგრული, ესე იგი, მენიუთი იმართება საცივი, გოზინაყი და ასე შემდეგ, რაც არის 31 დეკემბრის გვიან ღამეს, ხომი უნდა ესე იგი თავისი სულგუნით, როგორც ნამდვილ მეგრელებს შეგვეფერება. ნაძვის ხის მორთვაზე ნინი ზრუნავს პატარა და-ძმასთან ერთად. საშინაო საქმეებს მეუღლე განაგებს, მე საგარეო საქმეებს განვაგებ. საყიდლებს ოჯახის სხვა წევრები ყიდულობენ, აი საჩუქრებს. მე ვარ მარტო საჩუქრების დარგში ბავშვების, ასე ვთქვათ, თავარი თოვლის ბაბუა. ნინის მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და ფორტეპიანოზე დაკვრასაც შესანიშნავად ახერხებს. შესულიყავი ფორტეპიანოზე, მაგრამ ეხლა უფრო დედის სურვილით დავდივარ. პიანოზე დაკვრა მინდა რომ უბრალოდ ვიცოდე, თორე ამ დარგს არ მინდა რა გავაკეთო. პოლიტიკოსის ოჯახისათვის მეკლე ახალწელს ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმარია. ძველუბანში სადაც ცხოვრობდით ნუცუბიძეზე, იქ მეკლეების მთელი ის იყო, რა ქვია, დიდი რეპერტუარი და მენიუ, ძალიან დიდი საახლობო ყავდა და ეხლა აქ ასე ვთქვათ, იმდენი არჩევანი არ არის, მაგრამ ნელ-ნელა აქაც ესე ვთქვათ, ვარჩევთ მეკლეებს, ზოგადად დაბედების ჯერა კი, როგორც დაიწყებ ნებისმიერ საქმეს და წელსაც მგონია რომ ისე მე გადიხარ წლის ბოლომდე. ასე რომ მეკლეს სერიოზულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ჩვენ ოჯახში. პროფესიით იურისტ, პოლიტიკოს მომავალში ქვეყნისათვის ბევრი სასიკეთო რეფორმა აქვს ჩაფიქრებული. სანამ ვიქნებოდი პოლიტიკოსი, ვიყავი იურისტი, ადვოკატი, გამოვდიოდი სასამართლოებში და საკმაოდ საინტერესო პროფესია იყო მომწონდა ყოველ შემთხვევაში. ჩემი ქვეყნისთვის მინდა რომ მას შემდეგ რაც თავს დავანებებ პოლიტიკას, მინიმუმ იმ მდგომარეობაში ვიყოთ, რა მდგომარეობაში დღეს არიან ლიტვა, ესტონეთი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. სკოლის პერიოდში გმირი იყო და ეხაც დიდი სიმპათიით თორ დიეგო მარადონას მიმართ. პოლიტიკა რო დაიწყო საქართველოში იყო გმირი და ეხლაც რა თქმა უნდა ჩემთვის არის ძალიან საპატივცემულო ზუსტად გამსახურდია. ჩემი უმნიშვნელოვანესი მიღწევა ალბათ არის ის რომ შევინარჩუნე დამოუკიდებლობა, რაც ძალიან დიდი იშვიათობა არის ქართულ პოლიტიკაში. როდესაც მაკრიტიკებენ ხშირად მწყინს ხოლმე მაშინვე ოჯახში მაკრიტიკებენ ხშირად, მაგრამ მე მაინც ვაკეთებ სათანადო დასკვნებს. ძირითადად რადიკალური გამოთქმების გამო სხვადასხვა სატელევიზიო ეთერებში. პროფესიონალი არის ჩვენ საუკუნეში, ვინც ყოველდღიურად ანახლებს თავის ცოდნას. პოლიტიკოსი გულწრფელია მაშინ, თუ შეძლებს, რომ თუნდაც რამოდენიმე წლის მანძილზე შეინარჩუნოს ერთი და იგივე შეხედულება. ვერასდროს ვერ ვამბობ უარს ღამე ჭამაზე. ჩემს ბავშვებს ვატყუებ ხოლმე და
მე ვუყურებ ხოლმე ამათ გამოშტერებულ სახეებს და ამჯერად სინანულით არაფერს არ ვნანობ. მინდა რა თქმა უნდა რომ ადამიანებს დავამახსოვრდე იმით რასაც ვაკეთებ და თუნდაც სადმე მონოგრაფიაში მაინც თუ მოხდება რომ ამ ქვეყნის სიკეთე გავაკეთებ, მგონია რომ ჩემს შვილებს ამაზე უფრო მეც და შვილიშვილებსაც ვერაფერს ვერ დავუტოვებ. მადლობელი ვარ ჩემ მშობლების, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ალბათ ყველაზე მეტი, ალბათ არა, ნამდვილად ყველაზე მეტი მათ გააკეთეს იმისთვის, რომ განათლება მიმეღო და ნუ საერთოდ ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებულიყავი პიროვნებად. ახალი წელი ჩვენთვის, ჩვენ ოჯახში ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია, ტრადიციული დღესასწაულია. ბავშვობას მახსენებს, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ჩემი ბავშვობის თბილისში ყველაზე დიდი მოვლენა იყო ახალი წელი. კახაკუკავა 2017 წელს საინტერესო იდეებითა და სურვილებით ხვდება. 16 წელი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი გამოდგა, იმიტომ რომ დეკემბრის დღეებით თბილისში როცა დავდიოდი, აი 92 წლის შემდეგ არ მახსოვს ასეთი არასაახალწლო განწყობა, მაგრამ ამის მიუხედავად ყველა ახალი წელი არის ერთგვარი გადატვირთვა და მინდა ჩვენ ქვეყანას უსურვო, რომ აი ეს ძალიან ბევრი ცუდი რამ რაც განსაკუთრებით ბოლო თვეების მანძილზე იყო დაკავშირებული ეკონომიკასთანაც და სხვა მოვლენებთანაც ახალი წლიდან დაიწყოს ხელახლა, აი რაღაც ნულოვანი საწყისიდან დაიწყოს და ყველამ ერთად ამ შემთხვევაში მიუხედავად პოლიტიკური თუ სხვაგვარი სხვადასხვაობისა მოვახერხოთ რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს უკეთესი. Just hear those sleigh bells jingling, ring, ting, tingling too. Come on, it's lovely weather for a sleigh ride together with you. Outside the snow is falling and friends are calling you. Come on, it's lovely weather for a sleigh ride together with you. საოცარ მომენტში მოგვიზარდ. ცოტაზე დავასრულებთ ახლა ნაძვის ხის აწყობა. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრის ოჯახისთვის ნაძვის ხის აწყობას განსაკუთრებული ტრადიცია აქვს. ახვლედიანებისთვის ახალი წელი ტრადიციული კლასიკური ოჯახური დღესასწაულია. დაახლოებით 2 წელიწადია ანდრია შემოუერთდა პროცესს, რასაც ქვია ნაძვის ხის აწყობის. მანამდე ცოტა პატარა იყო და ძირითადად მე და შორი ნავახერხებდით ამას და ეხლა უკვე ბავშვებიც არიან ჩართულები. 1 წელიწად ნახ, 1 წელიწადში, 2 წელიწადში ნიკუშაც ჩაერთვება უკვე პროცესში და სრული შემადგენლობით შევასრულებთ ამ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ რიტუალს. როგორც ჰოროსკოპი ამბობს, მამალი ჩვენთვის ძალიან კარგი წელი უნდა იყოს. 1, 2 და 3. აი! ოჩახ! როგორც თვითონ ამბობს, წელს მაიმუნის წელი იყო და მაიმუნურადვე წარიმართა. თუმცა ჩინური ჰოროსკოპის ჯერა და იმედი აქვს, რომ მამლის წელი მნიშვნელოვანი და საინტერესო ცვლილებების მომტანი იქნება. როგორც პოლიტიკოსისათვის ძალიან ცუდი წელი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე არასამართლიანი არჩევნების წელი. უსამართლო არჩევნების წელი, გაყალბებული და მოპარული არჩევნების წელი. რამაც ამ შემთხვევაში როგორც პოლიტიკოსი სერიოზულად დამაზარალა. იმედი მაქვს, რომ მომავალი წელი იქნება გაცილებით უკეთესი. და ძალიან დიდი იმედი მაქვს. საერთოდ ახალი წელი ეგეთი მოვლენაა, რომ გაქვს იმის იმედი, რომ იქნება მომავალი წელი უკეთესი, იქნება უფრო წარმატებული, უფრო საინტერესო. აქაც მეკვლის ტრადიციას ღალატობენ და ყოველ წელს მეკვლე თავად ოჯახის წევრები არიან. ჩვენ ხა ტრადიცია ახალი წელთან დაკავშირებით გვაქვს ის, რომ სტაბილურად ოჯახურ გარემოში ვხდებით ამ დღესასწაულს. ოჯახის წევრები თანმიმდევრულად რიგითობის მიხედვით არიან ხოლმე მეკვლეები, ერთ წელს ერთი, მეორე წელს მეორე, მესამე წელს მესამე. ეხლა თუ არ ვწდები ნიკუშას ჯერი იქნება, შემოვიდეს. და 12 საათის მერე შემოვა
ნიკუშა შემოვა აუცილებლად მეყრეთ და ვნახავთ როგორი ფეხი ექნება მას ამ წელს. სამუშაო გრაფიკის მიუხედავად გიორგი ახვლედიანის ოჯახი მასთან ურთიერთობის დეფიციტს არ განიცდის. ძალიან რთულია იყო პოლიტიკოსის მეუღლე. ეს ძალიან დიდი ტვირთია ჩემთვისაც და მისთვის, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ, რომ აი ეს მძიმე ტვირთი, რაც აქვს გიორგის, ის შეუმსუბუქო სახლში. ძალიან კარგი მეოჯახეა, ძალიან კარგი მამა და ძალიან კარგი მეუღლეა. ყოველ დილას მიყავს ანდრია სკოლაში და ჩართულია ანდრიას სკოლის პროცესში. და ბოლოს, რაც თulis გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრი მის უმნიშვნელოვანეს მიღწევად, რაზე ვერ ამბობს უარს და რას ნანობს პოლიტიკოსი. რა არის მისთვის ახალი წელი? გიორგი ახვლედიანის ბლიცი. პოლიტიკოსი გულწრფელია მაშინ თუ ბუნებით არის გულწრფელი ადამიანი. პოლიტიკას თავს ვერ დავანებებ და მით უმეტეს სახანძროში ვერ წავალ, იმიტომ რომ მაინდა-მაინც არ გიждდები ცეცხლზე და არ გამოვა ჩემგან კარგი მეხანძრი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი მიღწევა არის ის, რომ სიგარეს დავანებე თავი. ჩემი ქვეყნისთვის გავაკეთებ ყველაფერს, რომ არაკვალიფიციური მთავრობა აღარ ყავდეს. რაც არ უნდა გადამიხადონ, ვერ დავარღვევ მიცემულ პირობას. ვერასდროს ვიტყვი ვარს ხინკალზე. ვიტყვები მაშინ, როდესაც მიზანი კეთილშობილურია. არავინ იცის, რომ მე ვარ გამოუსწორებელი მელანხოლიკი. მე ვიმეგობრებდი მაგალითად რონალდ რეიგანთან, მაგალითად ლარი კინგთან, ვიმეგობრებდი ვისოცკისთან სიამოვნებით. სიყვარული ჩემთვის არის ძალიან კონკრეტული რამ, რომელიც ვლინდება ოჯახში, საქმეში და მეგობრებში. ყველაზე მეტად მეშინია იმის, რაც არ ვიცი და რისი პროგნოზირებაც შეუძლებელია. მე მინდა ადამიანებს დავამახსოვრდე პოლიტიკოსად, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს გამთლიანებაში. მოხუცი ალბათ ვიქნები ესეთი ბაბუა, რომელიც ძალიან ბევრ საინტერესო ამბავს, ძალიან საინტერესოდ მოუყვება ძალიან ხშირად შვილიშვილებს. ყველაზე დიდი სიგიჟე ალბათ იყო, როდესაც შხამიან ავსტრალიაში ფეხსაცვლით მოუკალი სოფლიოში ყველაზე შხამიანი ობობა, რომელსაც რო დაესწრო 15 წამში მომკლავდა. საქართველოში რომ არ დავაბადებულიყავი, ვიცხოვრებდი იერუსალიმში, სადაც მუდმივად მაქვს იმის განცდა, რომ უკვე აქ მიცხოვრია. უახლოესი გეგმა და მიზანი ჩემი არის შევცვალო საარჩევნო სისტემა და ქვეყანას მივანიჭო უბლოკო სტატუსი. მადლობელი ვარ ღმერთის და ჩემი მეუღლის. ახალი წელი ჩემთვის არის იმედი, რომ რაღაცა უკეთესი იქნება ვიდრე აქამდე და ერთგვარი ტკივილი, რომ კიდევ ერთი წელი გავიდა ცხოვრების. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, რომ ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეები საკუთარი ქვეყნის პოლიტიკოსებს არ იცნობენ, რის გამოც დღევანდელი ეთერისთვის კიდევ ერთი ექსპერიმენტი დავგეგმეთ. მე ახლა თქვენთან ერთად შევეცდები გავარკვიო, რამდენად იცნობს საზოგადოება მართველი გუნდის წევრებიდან ახალ სახებს, მაშინ ასე დავიწყოთ. გამარჯობა, მოგესალმებით. იცით ვინ არის ზაზა ხუციშვილი? არა. ბექა ოდიშარიას არ გაგიგიათ? მარიამ ჯაში? თუ იცით ვინ არის მარიამ ჯაში? სახიობი? არ არის პასუხი მიღებული, თუ იცით ვინ არის ბექა ოდიშარია? ეგ სახიობია, ჟურნალისტი. ზაზა ხუციშვილი. თუ იცით ვინ არის ზაზა ხუციშვილი? მომღერალი იყო? კი ბატონო, ბექა ოდიშარია? არა. მარიამ ჯაში? არ ვიცი. თქვენ ვერ გაგესაუბრებით, იმიტომ რომ თქვენი ენა არ ვიცი. ზაზა ხუციშვილი? დეპუტატი, ყოფილი მომღერალი, ხო? დეპუტატი, თუ გსმენიათ მისი წარსულის შესახებ, რით იყო ის დაკავებული, რა საქმიანობდა? რომ მუსიკებით იყო დაკავებული. იცით ვინ არის ბექა ოდიშარია? არა. წერილი არ გამოგზავნია ჩემთვის. წერილი არ გამოგზავნია. მარიამ ჯაშის შესახებ თუ გსმენიათ? არც მარიამ ჯაში. ზაზა ხუციშვილი? ზახუციშვილი? კარგად დაფიქრდით, არ იჩქაროთ? არა. მარიამ ჯაში ვიცი რომ იყო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ეხლა ზუსტად რა თანამდებობა აქვს, ვერ გეტყვი, პარლამენტშია მე მგონი. პარლამენტში ნამდვილად არის კიდევ ერთი კითხვა, თუ იცით ვინ არის ასევე ზაზა ხუციშვილი? ზაზა ხუციშვილი დეპუტატია, ჩვენი მომღერალი რომ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. პარლამენტი იცით რა არის? არა. ანუ დეპუტატებსაც არ იცნობთ. კარგი, მაშინ ახალ წელს გილოცავთ და გემშვიდობებით. თუ იცით ვინ არის ბექა ოდიშარია?
კი დღეს უსმენდი, ზუსტად არ მახსოვს. უსმენდით დაახლოებით რომელ სფეროს დარგს წარმოადგენს? რადიოს usმენდი დღეს. რადიოში უსმენდით? კარგით, მარიამ ჯაშით უხსმენიათ. არა, არ ვიცი. საზახუციშვილი? მომღერალი? როგორც ნახეთ, საზოგადოება ნაკლებად ან საერთოდ არ იცნობს პოლიტიკოსებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მართველი გუნდის ახალმა სახეებმა მეტი უნდა გააკეთონ იმისთვის, რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ისინი დაიმახსოვრონ. თუმცა, ჩვენ ახლა გვაქვს შესაძლებლობა ქართველი პოლიტიკოსები ახლოდან გაიცნოთ. მარიამ ჯაშის ახალი წელი ფერადი და ბრჭყვიალაა. საყვარელი საქმიანობა წინა საახალწლო საჩუქრების კეთება. წინა საახალწლო სამზადის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თემა არის საჩუქრების შერჩევა და ვფიქრობ, რომ საჩუქრებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო არის წიგნი, რომელიც შეიძლება შვილებს, მეგობრებს, ძვირფას ადამიანებს მივართვათ და სწორედ ამიტომ ეწვიეთ დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკას, სადაც უკვე მესამე წელიწადია იმართება წინა საახალწლო წიგნის ფესტივალი. მე ვფიქრობ, ეს არის არაჩვეულებრივი ტრადიცია და სწორედ დღეს მინდა გაგაცნოთ ეს განსაკუთრებული ღონისძიება და ასევე ჩემთვის, ჩემი მეგობრებისთვის შევარჩიო რამოდენიმე საჩუქარი. თოვლის ბაბუის 7 წლის მერე აღარ სჯერა, აგროვებს მეგობრებს, მისთვის ბავშვობა არის დიდი ნოსტალგია, ყოველთვის ეძებს სიახლეებს და საინტერესო ურთიერთობებს. 7 წელი არის ეს გარდატეხის წელი, 7-8 წლის ასაკი ბავშვისთვის, როდესაც თან არ უნდა რომ შეელიოს თოვლის ბაბუის, ასე ვთქვათ, არსებობას. მაგრამ თან უკვე ხდება, რომ რაღაცა პრაგმატული და პრაქტიკული დატვირთვა აქვს ამ საჩუქრების შეკვეთის მომენტს. ყველაზე დასამახსოვრებელი კომპლიმენტი იყო ჩემი ლათინოამერიკელი მეგობრისგან, უახლოესი მეგობარი არის. ჰოროსკოპით ვარ ტყუპები, თვითონაც არის ტყუპები, ვალენტინა და ზოგადად ტყუპებს თურმე ახასიათებ კოლექციების, ვთქვათ, ჰობი. გაკვირდებოდი და აბსოლუტურად არაფერს არ აგროვებდი, არ მქონდა მიდრეკილება კოლექციების მიმართ და დღეს უკვე დავწუნდი, რომ შენ აგროვებ მეგობრებს. ბავშვობა არის დიდი ნოსტალგია და ძალიან დიდი და ლამაზი, ესე ვთქვათ, ზღაპარი. ვეძებ სიახლეებს და ვეძებ საინტერესო ურთიერთობებს. სიყვარული არის ბედნიერება. რა თქმა უნდა, მენატრება ტულა, ჩემი მეუღლე, რომელიც 12 წელიწადია. მადლობელი ვარ ცხოვრების. ერთ-ერთი საყვარელი გმირი ვიტყოდი არის სკარლეტ ოჰარა. ანა კარენინაც არის ერთ-ერთი გამორჩეული გმირი ჩემთვის. ქალი უნდა იყოს კითილშობილი. როდესაც მან კრიტიკებენ, ვცდილობ ვიყო ობიექტური. მეშინია ღალატის ურთიერთობებში, რომ არ დამეკარგოს რწმენა. საყვარელი დღესასწაული ალბათ ახალი წელი. მარიამ ჯაშის მუშაობის პრინციპი დოქტორ ნეშის თამაშის თეორიის შესაბამისია. ჩემი მუშაობის პრინციპი არის დოქტორ ნეშის თამაშის თეორიის შესაბამისი და მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას, არის ის, რომ მაქსიმალურად გავიტანოთ ქართული კულტურა საერთაშორისო ასპარესზე. რა თქმა უნდა, არ არის მცირედად ცნობილი, მაგრამ კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია არის მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, კულტურის და საქართველოს ეკონომიკური განვითარების თანხვედრა, რომელიც იქნება არაჩვეულებრივი სინთეზი და შესაძლებლობა, რომ საქართველოს რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას როგორც ტურიზმის განვითარების, ასევე ეკონომიკური მდგრადობის თვალსაზრისით. გზა ჯანდაცვის სფეროდან განათლების კომიტეტის თავმჯდომარეობამდე საკმაოდ საინტერესო და დატვირთული იყო.
არა მხოლოდ ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით, არამედ განათლების და ზოგადად გაეროს მდგრადი განვითარების პლატფორმის ირგვლივ მომიწია მუშაობა. როდესაც მივიღე შემოთავაზება განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეობაზე, პირველი რეაქცია იყო გულწრფელად უდიდესი მოწიწების და მადლიერების. რადგან ეს არის დარგი, რომელიც ნებისმიერი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით საქართველოსთვის არის ნამდვილად ნომერ პირველი პრიორიტეტის. ლიდერი უნდა იყოს გონიერი, უნდა იყოს თავის საქმის პროფესიონალი, უნდა იყოს ნიჭიერი, უნდა კონდეს ხასიათი, გამოკვეთილი, ძლიერი. ავტორიტეტი, გმირი იცით რა, ესეთი აღარ მყავს, მაგრამ ძალიან დიდი ავტორიტეტი იყო მამაჩემთვის. ვიტყუები? ავტყუილი არ მიყვარს საშინლად. ისეთი ვერ გეტყოდით, რომ კარგი მეგობარი იქნებოდა ლენონი. უბრალოდ ის ჩემთვის არის მუსიკოსი ნომერი პირველი. არ მესმის, როცა ადამიანები ამბობენ, რომ არაფერს არ ვნანობ. ვნანობ ძალიან, თუ კი ვინმესთვის მიწყენინებია ჩემ ცხოვრებაში. სიყვარული მე ვთვლი, რომ არის ნიჭი. და ყველა ადამიანს ერთნაირად სიყვარული არ შეუძლია. ზიზღი ვცდილობ, რომ ამ გზნობას მოვერიო და არ მეზიწყებოდეს არა. მადლობელი ვარ ჩემი ცხოვრების. საუკუნის ნოსტალგია არის ის პროექტი, რომელსაც პირდაპირ გითხრათ სიამაყით უსმენ აი ამ 16 წლის შემდეგ. ახალი წელი ძალიან კარგი ესეთი დღესასწაული არის, რომელიც ყველას უყვარს. განსაკუთრებით ეხლა უკვე ჩემი შვილის სიხარულით ვხარობ, ასეც არის ხო. ხათუნა და ნინო ლიზა, ჩვენი ოჯახი. ზაზა ხუციშვილი, ინჟინერ, ჰიდროტექნიკოსი, მუსიკოსი და დეპუტატი. საახალწლოდ კონკრეტული დავალება არ აქვს, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, კარგად ეხერხება კახური პურმარილის მომზადება და მწვადის შეწვის განსაკუთრებული რეცეპტიც აქვს. კახური საკვების მოყვარული უფრო ვარ. ბაზარში როგორც წესი მე დავდივარ, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ძალიან კარგი ყიდვა ვიცი. იმიტომ რომ მაგით იწყება ყველაფერი. იგივე აი მაგალითად მწვადი ხო თუ საჭირო ნაჭერი არ იყიდე და ღორი არ იყო შესაბამისი არაფერი არ გამოგივა რაც არ უნდა კარგად ატრიალო შამფურები ამას თავისი ეშმაკობები აქვს ასეთ ცოდნა უნდა მოკლედ კერატი დაკოდილი ღორის უნდა იყოს სამწვადე ან თუ არის ნეзвი უნდა იყოს გოჭების დაყრამდე რაც შეეხება კერატს თუ ის დაკოდილი არ არის მას დაძლევს სპეციფიკური სუნი განსაკუთრებით უყვარს ჩაკრულო და მრავალჟამიერი, რაც მასში განსხვავებულ ემოციას იწვევს. განსაკუთრებით მიყვარს ეს ორი კახური, კახელი ვარ და ალბათ აქედან გამომდინარეც. იქნება თუ არა 2017 წელი დაპირებულზე უფრო თბილი. პერიოდი, როდესაც მხოლოდ სიმღერებით გამოხატავდა პოლიტიკურ პროტესტს და ზაზა ხუციშვილის სამდღიანი ფიქრის ახალი დღე ახალ პოლიტიკურ ცხოვრებაში. დაახლოებით 85-86 წლიდან ძალიან სერიოზულად გამიტაცა მუსიკამ და უკვე პირველი ჩემი ჯგუფები მაშინ იწყებოდა. შემდეგ უკვე 96 წლიდან ჩემი საკუთარი ჯგუფი შევქმნი ვაკის პარკი, მქონდა შეფასებები, მქონდა პროტესტი და უკვე და არ მიფიქრია რომ მე წავიდოდი პოლიტიკაში იმ პერიოდში და აი შემდეგ უკვე აი ამ ზაფხულს
როდესაც ეს რაღაცა ერთი ციკლი ამ 20 წლის ვაკის პარკის დასრულდა, ხო და ძალიან ისეთი ცხოვრებისეული გამოცდილებაც მივიღე, ეს იყო თვითონ პროფესიით ვიმუშავე, შემდეგ მცირე ბიზნესით ვიყავი დაკავებული, შემდეგ ჟურნალისტიკაში ვცადებდი. უამრავი ადამიანი გავიცანი, ვესაუბრე პოლიტიკოსებს, ფინანსისტებს, ეკონომისტებს და აი ამ გარკვეული ასე ვთქვათ, ცოდნის აკრეფის შემდეგ ჩავთვალე, რომ შემიძლია იმ გამოწვევებს უპასუხო აი ამ გუნდთან ერთად, რომელშიც დღეს ვარ და ამ დროს მივიღე ასეთი წინადადება პრემიერ-მინისტრისგან და დავთანხმდი სამდღიანი ფიქრის შემდეგ. რაც დეპუტატი გახდა, ნაკლები თავისუფალი დრო რჩება ოჯახისთვის, მაგრამ შეცვლით არ შეცვლილა. ზაზა ხუციშვილს ბოლო დროს ამოჩემებული ფრაზაც ქონია, რომლის გამოც მეუღლემ შენიშვნაც კი მისცა. ერთი იყო კიდე ერთხელ ვიმეორებ. კიდე ერთხელ ვიმეორებ. არ არის დიდი განსხვავება. ფაქტიურად იგივეა აბსოლუტურად. ნუ ცოტა აღარცალია ეხა ჩვენთვის. წინა საახალწლო განწყობას უქმნის სიმღერა ფიფქები და მეუღლე ხათუნა დოლიძე შვილთან ნინო ლიზასთან ერთად. ახალ წელს განსაკუთრებით მიყვარს ხოლმე ფიფქები იცვივა და ეს სიმღერა მახსენებს ბავშვობას და ბავშვობა ალბათ განსაკუთრებული არის ჩვენთვის ყველასთვის. ნუ თორის ბაბუსი უკვე აღარ გჯერა მართალია. მაგრამ მაინც ახალი წელი მაინც ძალიან ლამაზი დღესასწაულია ჩვენთვის. საჩუქრებიც უკვე გამოიცვალა, უკვე აიპადი. ხო, საჩუქრები უკვე ტექნიკაზე გადავიდა. ბარბები აღარ გვაინტერესებს. აი ნინა თვითონაც უყვარს რაღაცების გაკეთება და მოდი მაგ ვანახებდი როგორ და გვასწავლეთ ამ. გვინი 2 წუთში გავაკეთეთ და დედა მომიყვანა და ისეთი ლამაზი გამოვიდა და კიდევ ჩემოსასწრალ კარებთან. მანანიკო საახალწლო ბურთის დაკიდებაში ძმა ეხმარება საახალწლო სამზადისში ტრადიციულად ოჯახის უხუცესი წევრიც მონაწილეობს. ბექაუდი შარიასთვის კი ახალი წელი ბავშვობის მოგონებებთან ასოცირდება. სიმართლე გითხრათ, ტრადიცია ბუნებრივია, ადრე ესე იყო, ხა შესაძლებლობები თქვათ 90-იან წლებში იყო შედარებით ნაკლები და თვითონ ჩვენ მშობლებსაც და ჩვენს ბებიებს და ბაბუებს ჰქონდათ რა თქმა უნდა ესეთი ჭყალებში აჩებება, მაგრამ ძალიან სასიამოვნო, ყველა უნდა ერთად ყოფილიყავით ყველა სახში და მე ხა როგორც იცით განვითარდა ცხოვრება, დაიწყო მრავალფეროვნება, მადლობა ღმერთს ჩვენს ქალაქის და მეგობრების წრეში, მაგრამ მე როგორც კი ვთქვათ ამ სახში გადმოვედით სულ ყველანი ერთად ისევ მე აღვადგინა ეს ტრადიცია და ეხლა როგორც წესი ან აქ ხვდებით სულ ყველანი ოჯახის წევრები მეგობრებთან ერთად და ეს აუცილებელი განუყრელი ნაწილი არის ამ ამბის ან ჩვენთან ბაკურიანში. ზუსტად ისეთივე ფორმატში, მეგობრები, მშობლები და შვილები. თოვლის ბაბუ არ უნახავს, თუმცა მთელი წლის განმავლობაში აგროვებს სურვილებს. თოვლის ბაბუის წერილში ჩასაწერად. რეებს აპარებ თოვლის ბაბუას. აი ერის კაბას არის ქაშებს ეტს და თოვლის ბაბუა იყო რა თქმა უნდა ჩემ ბავშვობაში და ძალიან მაგარი თოვლის ბაბუა იყო. თვითონ ასორტიმენტი იყო ესეთი მცირე ვიდრე ახალი თაობის თოვლის ბაბუას აქვს, მაგრამ ჩვენი სურვილებიც რაღაცა ესეთი იყო, მქონდა რაღაცა ძალიან საყვარელი საჩუქრების სათამაშოები, რომელსაც სულ ველოდებოდით ხოლმე, ეს იყო რაღაცა ველოსიპედი, იყო ეხლანდელი ალბათ კომპიუტერული თამაშების პაპის პაპა, ესეთი რუსული სათამაშო იყო ზარულომი და ასეთი ტიპის სათამაშო თუ მოგივიდოდა, ნუ ძალიან ბედნიერი იყავი ალბათ ერთი წელი შეიძლება წელიწად ნახევარზეც გაგყოლოდა ეგ ბედნიერება. ჩვენ ყოველთვის ქონდა რაღაცა ეს
ალბათ ეხა ფსიქოლოგებს გაეღიმებათ, იმიტომ რომ არსებობს ასეთი მშობლების დამოკიდებულება შვილების მიმართ, რომ სუცდობთ, რომ რაღაცა დაიმსახურონ და ვეუბნებით, რომ თუ ამას დაიმსახურებ, თოვლის ბაბუ ამას მოგიტანს. არ ვიცი ეს რამდენად სწორია, მაგრამ სწორედ ამიტომ აი ამ პროცესში რო იყვნენ დამსახურების, ამიტომ სი არასოდეს არ ყოფილა ძალიან დიდი. ლაშამდაჯაბამ ჯერ არ იციან, რას დაიმსახურებენ საჩუქრად. ყველაზე მხიარული ახალი წელი კი მათთვის თოლს, სიურპრიზებსა და მეგობრებს უკავშირდება. იყო ბაკურიაში, როდესაც აი ძალიან ბევრი ბავშვები ვიყავით, მშობლებთან ერთად, ოჯახებთან ერთად და იქ ყველა ერთად შევხვდით ახალ წელს და მამებმა და დედებმა ყველამ ერთად ძალიან ბევრი საჩუქარი ვიყიდეს ბავშვებს და ძალიან გავერთეთ. საახალწლო სამზადისის დროს, სამზარეულოს სურნელის დროს საგარეო გავიქცევა. გიორგებიან სახლში. შორს ვაბაუთ ხოლმე, მაგრამ იყო ხოლმე შემთხვევები, ერთხელ გოჭი წაიღეს და შეჭამეს. განსაკუთრებულად მიყვარს საახალწლო სამზადისი სამზარეულოში. ახალი წელი და სხვა ჩერს აღდგომა არის დღესასწაულები, როცა მინდა რომ მარტო ვიყო სამზარეულოში, ბავშვებიც კი არ მინდა რომ შემოვიდნენ და ყველაფერი მე გავაკეთო. წელს შევისრულებთ ყველა. გოზინაყი, საცივი, ეს არის ჩემს საყვარელი კერძები, ნუ სააღდგომოდ პასკა და ასე შემდეგ. ბიჭებმა ნიკოლოს კიროალიძეს და სანდრო კობახიძეს ვახლავართ. მომეხმარეთ ახლა ცოტა და დავრიალდეთ ერთად. ბიზნესმენი ბექაოდიშარია ახალწელს ახალ ამპლუაში შეხვდება. მისი პოლიტიკაში წასვლა უკვე პარლამენტის წევრის მეგობრებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. დადებითად შევაფასებ ბექას გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ თვლი რომ ესეთი ადამიანები ნამდვილად უნდა იყვნენ ერის სამსახურში და მე მაქვს ბექას იმედი და ვფიქრობ, რომ გაამართლებს ნამდვილად ჩვენს მოლოდინს და ჩვენს იმედებს. იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანი არის და ქვეყანას და ერს ჭირდება ესეთი ადამიანები. ეს ადამიანი არის განსაკუთრებული მეგობარი პირველ რიგში. და ძალიან დიდი ეჭვი მაქვს მე იმისა, რომ რისთვისაც ამ საოცარ საქმეს რთულს, ძალიან რთულს, რასაც შეეჭიდა, მგონია, რომ ის ადამიანები, ვისაც მისი იმედი აქვს, გონია რომ ყველას ისეთ მეგობრად ეყოლება, როგორიც მეგობარიც ჩვენია. საახალწლო ატმოსფერო ოდიშარიების ოჯახისთვის მეგობრებისა და სიმღერის გარეშე წარმოუდგენელია. თოვლის ფანტელებო, თეთრად რომ დაფარეთ მთები. ყველგან რომ ჩერდები ჩემს ხელის გულებზე, ასე მალე რატომ ქრები? ვიფგებო, კატკატა ვიფგებო. თუ რა ჩაუდენია ყველაზე დიდი სიგიჟე ბექაოდიშარიას და რა სამომავლო გეგმები აქვს, ჩვენს ბლიც ინტერვიუდან გაიგებთ. ლიდერი უნდა იყოს თავდაჯერებული, ენერგიული და ქარიზმატული. ხალხი ფიქრობს, რომ მე ვარ ძალიან ენერგიული ადამიანი, მონდომებული ადამიანი და მეც ასე ვფიქრობ. პროფესიონალი არის ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან ძლიერი საბაზისო განათება, იმ პირობით, რომ ის მუდმივად ახერხებს ამ თავისი ცოდნის განახლებას. ჩემთვის უმნიშვნელოვანესი მიღწევა არის ალბათ ჩემი ოჯახი და ჩემი მეგობრების სიყვარული. ყველასთვის მთავარია ერთი და იგივე ამ ქვეყანაზე პოლიტიკოსისთვის, ექიმისთვის, მასწავლებლისთვის, მშენებლებისთვის თუ კომსმონავტებისთვის ეს არის ზნეობრიობა, გულწრფელობა და კაცმოყვარეობა. საკუთარ თავში მომწონს, რომ სხვისი ჭირი, ღობეს ჭხირი ჩემს არაზოს არ ყოფილა. არავინ იცის, რომ მე არ ვიცი ღამე გადავიქცევი ბეთმენად და არ მახსენდება ისეთი რამე რაც თქვათ არავინ იცის. ალბათ ამაზე სერიოზული პასუხი გამოჭირდება. სიყვარული არის რაღაცა შეგრძნება, რომელიც მთელი ცხოვრება მიყვება და რომელსაც სულ მუდამ უნდა რაღაცა წყალი დაუსხა, რომ სიყვარული არ უნდა გაახმო ღვთის რისხვის. ეშინია ყველაზე მეტად. მინდა ადამიანებს დავამახსოვრდე, როგორიც ვიყავი პოლიტიკაში მოსვლამდე, როგორც ვარ პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით და პოლიტიკიდან წასვლასთან ერთად, ასე რომ არ მინდა რომ ადამიანებმა თქვან რომ მე რაღაცა ცვლილებები განვიცადე. სიგიჟე ახალგაზრდობაში ალბათ, არ ვიცი რას დავარქოთ სიგიჟეს, ბევრი რამ ჩამიდენია,
მაგრამ ერთი რამე მახსოვს, რამაც მაგრად დამაზარალა, ჩემი თაობის ახალგაზრდას ჰქონდა პროტესტი საბჭოთა რეჟიმის მიმართ. 4-ვე პარალელურ კლასს დავაჭერე ყელსახმოვები, რის გულისთვისაც გამიყვანეს სპეცსაბჭოზე, გამრიცხეს ესე იგი ყველანაირი ორგანიზაციიდან ბუნებრივი არ მომცეს საშუალება, რომ წავსულიყავი ეგრეთ წოდებულ საზოგადოებად, რომ თავი არ მომეჭრა ჩვენი ქვეყნისათვის. უახლოესი გეგმები და მიზანი ჩემი გახლავთ ის, რომ რამენაირად შევძლო და ვიყო პროდუქტიული საქართველოს პარლამენტში და ვიყო რაღაცნაირად მართლაც ხმა, როგორც პირდებოდი წინასაარჩევნოდ ჩემი ამომრჩევლების და არა მხოლოდ ჩემი რაიონის, ჩემი ქალაქის და ჩემი ქვეყნის 2017 წელს ვისურვებდი როგორც ყველა წელს 2000 წლამდე და 2000-ის შემდეგ და 3000-ის მერე საქართველოს იყოს მშვიდობა, კაცთა შორის სათნოება, სიყვარული, დოვლათი და ბარაკა და დამდეგ ახალ წელს ულოცავ მთელ ქართველ ერს. ვიდრე დაგემშვიდობებით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ყველა პოლიტიკოს, კვალიფიციურსა თუ არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს მიმართეთ, თუმცა ნაციონალური მოძრაობის მსგავსად ბევრმა უარი განაცხადა და დღევანდელ ეთერში მხოლოდ ყველაზე თამამი პოლიტიკოსები მოხვდნენ. ასეთი იყო 2016 წლის ბოლო სამუშაო დღე ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის და პოლიტიკოსებისთვის. და ბოლოს მეორე საზოგადოებრივი გუნდის სახელით გილოცავთ ახალ წელს და მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე. Rasha.